2009 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს ოფროუდის კლუბმა 22 ნოემბერს ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებულები გამოავლინა. შეჯიბრში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი გუნდები მონაწილეობდნენ. 22 მონაწილიდან 2 კატეგორიაში 5 პრიზიორი დაასახელეს. გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები გახდნენ. ტურნირის ყველა მონაწილეს მედლები და პრიზები გადაეცა. სამადლობელი სიგელებით გადაეცათ შეჯიბრის ორგანიზატორებსაც, მათ შორის მხარდაჭერისთვის რუსთავი ორს. ვერ ვიტყვი გავიმარჯვეთ, ძალიან ამბიციური იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაგრები არიან ესენი თვითონ, ძალიან კაი შეჯიბრი იყო, კარგად ორგანიზებული, პრიზი საქართველოში დარჩა. ახტოვანებულები არიან ჩვენი სტუმრები და მონაწილეები, როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე სასომხეთიდან. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, დაგეგმილად. წლევანდელი სეზონი ამითი დამთავრდა. აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც დაჯილდოებას და სპონსორებას ესეთი ღონისძიებების. ამ წუთებში ოპერისა და ბალეტის თეატრი